Hello everyone. Uh, uh, 20 minutes ago I go down, okay, and I will discover for you how to block dogs, okay. For example, this was situation dog without bed, okay, and lucky for me and for their guy that whose dog was, okay. If you wanna block every attack of dog, you will say hoi loi foi zeu. Hoi loi foi zeu. Сейчас на русском. Если собака, который хочет атаковать, ты говоришь hoi loi foi zeu. Hoi loi foi zeu. Это от книга קבלי. עכשיו בעברית, אם כלב תוקף אותך ואתה כבר חושב שלא משנה פיטבול, לא משנה פולטריה, לא משנה הכי רצחני שברצחני, כן, אם הוא באמת עכשיו אין לו כלבת ופתאום משתגע, ברוב המקרים אתה אומר, הוי לא יפוי זהו, היה לי מקרה עכשיו לפני 20 דקות בערך, הייתי לבד, אוקיי, בשכונה, אז אתה אומר, הוי לא יפוי זהו, אוקיי? עכשיו, תשמעו, איך לקחת לה, תקועת, ძაღლი მა უნდა გიკმინოს ან რაღაცა და უკვე ხვდები რომ რაღაც ვერ არის საქმე ისე კარგად დადებითად უნდა თქვა ჰoi loi foi zeu, hoi loi foi zeu, მაგრამ რაშია განსხვავება ახლა რჩეულები რო იძახიან მარტო მაგ შემთხვევაში ხდება ეს დადებითად, ანუ რჩეული რო იძახის მაგალითად მე რო ახლა იყო ეგეთი შემთხვევა რომ მაგალითად ჩავედი და 1-20 წუთის წინ და ნუ ძაღლი კამერის გარეშე იყო რა და ბედი მაგისი დაიხბალი მართლა რომ არ უჩივლე ჯერ მაგდიდან დავიწყოთ. მაზალ შეloitrunanti არა. ოკეი, עכשיו הוא היה ללא רצועה, אוקיי, אתה אומר, hoi loi foi zeu, არ ვიცი ახლა რჩეულები რო ეძახიან, მარტო მაგაზე ხდება თუ ჩვეულებრივმა ადამიანმაც თქვას, მაგაზეც იმოქმედებს თუ არა, არ ვიცი ნამდვილად. ამიტომ თუ მაგალითად ძაღლმა უნდა გიკმინოთ არამე მაგას არ ენდოთ მხოლოდ და მხოლოდ hoi loi foi zeus ეტყვით და არ გიკმენთ. აი მაგალითად რჩეულებისგან შევაჩერე ეგ ძაღლი და ცოტა მოვეფერე რაღაცა და მე პატრონს ვთხარი დავაი მეთქი, ახლა აიბარგე მეთქი, ხო იცი ესეთ რამეებზე რაცა ხდება, მანამ გიჩილე მეთქი. აზამარატილე ბალინ დავაი ახშავ დიდხარ ფენ მიფო მეთქი, დიდხარ ფეფ მიფო ათევდე ამაში ყორები დავაი მქალე მეთქი. ათევდე עכשיו אני לא יודע אם אני מחרים אומרים רק אז קורה או שכל אחד יכול להגיד את זה, לא יודע, hoi loi foi zeu.